მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის დასამარცხებლად კვლავ ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს. მესამე პრეზიდენტმა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სხდომაზე გააკეთა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას სურს ხელისუფლებაში მოვიდეს არა თვითონ, არამედ ახალი თაობა. მესამე პრეზიდენტმა დღეს მოქალაქეებთან კომუნიკაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაც დაანონსა. მეტი ორგანიზებულობა და ინიციატივა. და არა ის, რომ მუდმივად ხერხის როლში ვიყოთ. უარს ვამბობთ ხერხის როლში ყოფნაზე. ისევ დაგვიჭირეს, ისევ გწემეს, კიდე ეხა შექმნა და ვიღაცა ქართველიშვილი თუ სომხიშვილი ვიღაც მაიმახი მოვა თავის ვიღაც ჯოჯოებთან ერთად და ის ხსებს კიდე ჩვენ სადარბაზოებთან და ხელი ვისთვის გაბიათ ხელები და ფეხები. 17 წლის ბიჭის კვლევა. ჩვენ გავატარეთ ვაზაგაშვილის ძეგლის დადგმა. ვაზაგაშვილის ძეგლის დადგმა იყო პირველი ტყვია ნასროლი ამ ბიჭის სხეულში. ჩვენი რეფორმები იყო სოფლიოსის სამაგალითო. და ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. გაუძველით ხელიდან იმპერიას და 9 წელი მოვასწარით საოცრების შექმნა. და რახან ჩვენ მოვასწარით, ესე იგი კიდევ შევძლებთ. რახან ჩვენ დავამტკიცებთ, ესე იგი აღარაფერი დასამტკიცებელი არ აქვს, უბრალოდ უნდა გავაგზავნოთ ამ მიმართულებით. ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო ხარისხიანი. მესამე პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მუხლე 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზრაშვილი და გიგი უგულავა.